და ჩემი დღევანდელი სტუმარია პატრიარქის არქიდიაკონი მამა დემეტრე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი სტუმარი ხართ, მამა დემეტრე. სანამ თქვენთან იმ შეკითხვებზე გადავალთ, რის გამოც ვარ მოსული, თქვენ რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, სადა ვართ ახლა და რა ისტორია აკავშირებს პატრიარქს ამ ადგილთან. მოგესალმებით. სასიამოვნოა ვიყო თქვენი სტუმარი. დასაწყისში მოგესალმებით. არაერთი თქვენი გადაცემა მინახავს და ძალიან დიდი ინტერესით ვადენებდი ყოველთვის თვალს, ყოველთვის. თითქმის ყველა გადაცემას, შეიძლება რამდენიმე არ მინახავს და ყოველთვის ვფიქრობდი მეთქი ალბათ ნეტავ როგორია დაუშვათ ამ გადაცემაში ყოფნა, უწმინდესმა ესეც ამიხდინა ეს სულმილიც რომ ვარ თქვენი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებ. თვითონ ჯერ მარტო სახელწოდება არის გენიალურად მოფიქრებული. საქართველოს დაბადება ეს არ არის რაღაც ან ისტორია, რაღაც არა დაბადება, იმიტომ რომ მართლა თითოეული თქვენი რესპონდენტი ვინც არის ყოველთვის ესეთ საინტერესო ისტორიებს იხსენებენ, რომელი ისტორიას ადამიანებს ეხმარება გააცნობიერონ საქართველოს შესახებ, მისი რაობის შესახებ. და დიდი მადლობა ამისთვის რომ მადლობა თქვენ თქვენი სიტყვებისთვის. დიახ, ჩვენ ვიმყოფებით სამების საკათედრო ტაძარში. ზოგადად ლავრის ტერიტორიაზე, რომელიც მისი უწმინდესობის მიერ არის დაარსებული და ჩავთვალოთ, რომ ასე უწოდებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ავტოპორტრეტი. აი ამ ტაძარს ამ შენობას მთლიანად, რაც არის თავისი საცხოვრებლიანად, თავისი ეზოიანად, ბაღიანად, აი ბაღსაც უდიდეს ყურადღებას აქცევდა უწმინდესი, თითოეული ფოთოლი იცოდა, თითოეული ყვავილის ფურცელი იცოდა, თვითონ მოდიოდა დედა თეკლი არის საქალ იღუმენია, რომელიც ზედამხედველობს ამ აქაურ გამწვანების საკითხებს და ყოველთვის მათთან კონსულტაციები იყო ხოლმე რა გაეკეთებინათ, როგორ გაეკეთებინათ და საუკეთესო ყოველთვის მოხონდა ხოლმე აქ. ერთხელ ჭურჭელი აჩუქეს უწმინდეს ძალიან ლამაზი ოქროსფერი ჭურჭელი, რომელიც გადაწყვიტა რომ უნდა ყოფილიყო ნაკუთხი წყლისთვის. და მე შევთავაზე ასეთი რამ, რომ თქვენ უწმინდესობა მეთქი წირვის დროს, როდესაც სასულიერო პირები და ზოგადად მღვდელმთავრები ეპისკოპოსიდან წმინდა ნაწილებს იღებენ, აი ამ ნაწილებისთვის მეთქი არ ყოფნის არასდროს ჭურჭელი და მშვენიერი ესეთი თავსებადი ძალიან ესე ძლიერი ღრმა ჭურჭელი იყო და მეთქი მოდით ეს გამოვიყენოთ არა აი აზმისთვის, არამედ ამისთვის ხო და დამეთახა მომენტალურად და მითხრა სიტყვები ძალიან კარგი მე სამებისთვის არაფერი მენანება. ამიტომ მოვყევი ეს რომ აი აქაურობისთვის არ ენანებოდა არაფერი. მზად იყო აი სული ამოეღო და მიეცა აქაურობისთვის. იმდენად უყვარდა თითოეული კენჭი, თითოეული ფილა არ ვიცი ყველაფერი აბსოლუტურად. და აი აქაურობის მშენებლობა შეალია ფაქტიურად მთელი თავისი ცხოვრება. იდეა გაჩნდა საკმაოდ დიდი ხნის წინ, სხვათა შორის უნდოდა რომ ყოფილიყო რაღაც დიდი ტაძარი აშენებულიყო, იმიტომ რომ ვერ ვეტეოდით სიონში უკვე თქვენ არ ვიცი გახსოვთ თუ არა, აი ახლა მამა ელისესთან თქვენს ინტერვიუს რო ვუყურე, მამა ელისემ გაიხსენა 4 განსაკუთრებული დღე კვირაში. ეს იყო შაბათი, როდესაც ტარდებოდა მწუხრი და ცისკარი, ეს იყო კვირადღე, როდესაც ტარდებოდა საღვთო ლიტურგია და ორშაბათობით იყო ხოლმე ერის დალოცვა, ბავშვების დალოცვა და სამშაბათობით იყო ხოლმე ქადაგება და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი. იმდენი ხალხი იყო, რომ ტაძარში კი არ ეზო ვეღარ იტევდა ხოლმე, ძალიან ბევრი. აი ნემსის ყუნწი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რო გდომებოდა ნემსის ჩაგდება, შეიძლება ვერ ჩაეგდოთ. აი ორშაბათობით იმდენი მოდიოდა, ყველა მოდიოდა, თავის შვილებიანად, შვილიშვილიანებად, ეხლა რომ დიდები არიან და ზოგი საკმაოდ სერიოზული თანამდებობის პირია.
და თითოეულ მათგანს უწმინდესი ლოცავდა ხოლმე, ხო და მაშინ გაჩნდა იდეა და ახლობით თუ არ ვხვდები 88-ში თუ 99 წელს აღარ მოცულს, რომ უნდა აშენებულიყო ახალი ტაძარი, კონკურსიც გამოცხადდა. თუმცა თუ გახსოვთ, აი კომუნისტების პერიოდი იყო, მაშინ და ეს კონკურსი, ეგრეთ წოდებული პერესტროიკის შემდეგმა პერიოდმა მოიტანა ეს ყველაფერი, რომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის უკვე გაკეთება და გაზეთ კომუნისტშია უნდა გახსოვდეთ ეს კონკურსის შედეგები იბეჭდებოდა ეს ფოტოები იყო ხოლმე სხვადასხვა სახის ტაძრები იყვნენ ზოგი იმდენად თანამედროვე იყო და რაღაცა სიურრეალისტური რო შეხედავდით ვერც ვფიქრებდით რომ ტაძარი იყო მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა აი ამ პროექტმა რომელიც თავიდანვე აქ უნდა აშენებულიყო არა თავიდანვე აქ არ უნდა აშენებულიყო ერთი უწმესმა გადაწყვიტა რომ რადგანაც აქეთ თბილისში ანუ აქეთ ამხარეს უნივერსიტეტის აქეთ მხარეს აი მელიქიშვილი რუსთაველი და ორთაჭალისკენ ბევრი ტაძრებია და იქით თბილისში რაც არის უკვე ვაკეს საბურთალო იქით მხარეს ნაკლები ტაძარი ფაქტობრივად არ იყო იქ ტაძრები იქაური მრევლი დადიოდა აქეთ ერთადერთი ტაძარი რომელიც აშენდა და გაიხსნა უნივერსიტეტის ეზოში დავით აღმაშენებლის პატარა ტაძარია მომცრო ტაძარი ესა და გვინდოდა რომ დიდი ტაძარის აშენებლობა ყოფილიყო ვაკეში სადაც ახლა ყოვლადწმენა სამების ტაძარი დგას ძველი სტუდქალაქი ახლა ვისაც ახსოვს სადაც უნივერსიტეტის ძველი სტუდქალაქი იყო სადაც ახლა სამების ტაძარი არმისული გალაქტიონის ძეგლამდე ყიფშიძის ქუჩამდე ეს რა ტაძარი დგას მან აი მან უნდა აშენებულიყო ეს ტაძარი, აი ეს უშველებელი ვებერთა ტაძარი უნდა მდგარიყო ვაკის მშვენება უნდა ყოფილიყო მოკლედ. შემდეგ რატომღაც გადაიფიქრე, რატო არ ვიცი. იქ აღიმართა მაშინ ჯვარი იმ ადგილას ყოველ დღე პარაკლისების გადახდა იყო დაგეგმილი სამდელოება მიდიოდა, მრევლი მიდიოდა, ამას ქონა სისტემატიური სახე, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს რომ სადაც იყო პოლიციის სამმართველო ძველი ეხა სადაც პრეზიდენტის სასახლე დგას გუმბათიანი აი მან უნდა აშენებულიყო ტაძარი ეს სამების ტაძარი უნდა ყოფილიყო რაღაც ფლატეზე უნდა ყოფილიყო გადმოკიდებული და მართლა ძალიან დიდი სილამაზე იქნებოდა მაგრამ უცბად გაჩნდა ასეთი იდეა აი ამ ადგილას ეხა ზუსტი მიზეზები ეჭვად მაქვს, მაგრამ უბრალოდ არ ვიტყვი რომ ჩემი ეჭვები არ იყოს, მაგრამ ეს ადგილი ამ ადგილის ათვისება მოხდა. გარდა ამისა, ელიას მთა არის, ეს სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არის ელიას მთა. უწმინდესის მფარველი ანგელოზი იყო ილია წინასწარმეტყველი, მის სახელობის მთა არის. და საბოლოო ჯამში გადაწყდა რომ აქ ყოფილიყო, აშენებულიყო ეს ტაძარი. და გაითხარა ძალიან ისეთი ვებერთელა უშველებელი ორმო საძირკვისთვის რაც უნდა ყოფილიყო და პირველი აზრი ყოველას რაც გაუჩნდა ამას რა ამოავსებს აი ეს პირველი შეკითხვა ესეთი უცნაური ისეთი ღრმა ორმო იყო რომ როდესაც ეს პირველი საძირკველი ჩაესხა და პირველი ცემენტი დაესხა ამ ადგილას ყველა ვფიქრობთ რომ ნეტავი თუ აშენდება ეს იყო თუ არ ვცდები 94 წელს 94 წელს და მე ახალი დიაკვანი ვიყავი მაშინ 93-ში მაკურთხა უწმინდესმა და აშენდა შემდეგ და მადლობა ღმერთს რომ რაღაც ნელ-ნელა პრეზიდენტი მაშინ ბატონი ედვარდი იყო შევარდნაძე ისიც ხელს უწყობდა მაშინდელი მერი ვინც იყო ბატონი მორთაზ ზოდელავა უზურპასესი ადამიანი ესეც ხელს უწყობდა აი მაქსიმალურად ყველა უწყობდა ხელს რომ აშენებულიყო ტაძარი და პირველი სართული აი ეს ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით ეს არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის აი ეს ტაძარი პირველი აშენდა ეს რო გადაიხურა ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა იმხელა სიხარული იყო და რით არის ახლა მნიშვნელოვანი ეს მინდა გითხრათ რომ მოგეხსენებათ 2000 წელს იერუსალიმში ჩატარდა საზეიმოდ აღინიშნა მაცხოვრის შობიდან 2000 წელი და იერუსალიმში შევიკრიბეთ მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი პატრიარქები და მართლმადიდებელი ქვეყნის პრეზიდენტები. ყველანი იქ იყვნენ. და ბეთლემში დიდი საზეიმო წირვა ჩატარდა მაშინ. და პირველი შობა იყო, როდესაც უწმინდესმა საქართველოში წირვა ვერ შეასრულა. იმიტომ რომ იქ ვიყავით ყველა.
არც საშობაო ეპისტოლე გაჟღერდა მაშინ, იმიტომ რომ უწმინდესი აქ არ იყო, მეც აქ არ ვიყავი, უწმინდეს ვახლდი, ვინ წაიკითხავდა და რომ ჩამოვედით, აი მომავალი კვირა, რომელიც იყო საგანგებოდ მოეწყო, აქ ჯერ არც ქვა იყო დაგებული, არც ფილები, ცემენტი იყო ფაქტიურად, სულ ყველაფერი კანკელით სახელდა, კანკელიც არ იყო, ღია კანკელი იყო. აი ეს ხარ რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ იყო. ეს იყო ღია საკურთხეველი იყო, ხალიჩები დავაგეთ ხოლოდ და აქ გაჟღერდა მაშინ 2000 წლის პირველი საშობაო ეპისტოლე და პირველი წირვა, როგორც ვთქვათ, ასეთი საზეიმო წირვა, რასაც ქვია, ჩატარდა 2000 წელს აი აქ, აი ამ ტაძარში, სადაც ახლა ჩვენ. და მაშინ ზემოთ სამების ზედა ის არ იყო მაშინ აფერი არა, მაშინ ღია სივრცე იყო. ხოლდათ იყო დაგებული ეს ბეტონი იყო დაგებული და ღია სივრცე იყო. თუმცა შემდეგ მე მგონი იმავე წელს თუ არ ვცდები, თუ მეშლება თუ 2001-ში აღარ მახსოვს, უკვე იქაც ღია სივრცეში, რადგანაც ის სამების სახელობის უნდა ყოფილიყო, სულთმოფენობას, ყოვლადწმინდა სამების ხსენების როცა აღნიშნავს ეკლესია, იქ ღია ცის ქვეშ ესეთი პატარა ბალდახინი გაიშალა და იმის ქვეშ ვიდექით ძალიან მახსოვს ესეთი სიცხე იყო. რამდენიმე ადამიანს გულისკი შეუწყდა ღიაცის ქვეშ იდნენ და იქ ჩავატარეთ მაშინ ღიაცის ქვეშ პირველი ერთი აქ შობას და მეორე იქ ზემოთ. ეს ყველაფერი უწმინდესი სიკადული აქაურობა უყვარდა აღარ უნდა და აღარსა წასვლა უწმინდეს თვისება ჰქონდა რომ დღესასწაულებზე მაგდათ გიორგობას მივდიოდით ქაშვეეთში სამებობას, რადგანაც ორი სამების ტაძარი იყო, ერთი ფურცელაძეზე საჯარო ბიბლიოთეკის უკან, მეორე იქ ვაკეში, საღამოს ლოცვაზე მივდიოდით საჯაროს უკან პატარა სამებაში და წირვაზე მივდიოდით ვაკეში. აი დადიოდა ხოლმე ყველგან პეტრე პავლობას პეტრე პავლეში მივდიოდით, აი სადაც კი რისი სახელობის იყო, როგორც კი აქ გადმოვედით 2020-ში, ფეხს აღარ იცვლი და აღარსა. სულ ამბობდა, სად წავიდე, აქედან სად უნდა წავიდე. მამა დემეტრე, თქვენ პატრიარქის გვერდზე დიდი ხანი გაატარეთ. 32 წელი. 32 წელი. აი 33 შესრულდებოდა ახლა აგვისტოში. არქიდიაკონი, როგორც მე ამ გადაცემის მომზადების დროს გავიგე, ცოდვა გამხილილი ჯობს. არის ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად ერკვევა ლიტურგიაში და პატრიარქს ეხმარება წირვა-ლოცვის დროს სასულიერო პროცედურების განხორციელებაში. მასთან ერთად წირავს, ესე რომ ვთქვა. აი სანამ თქვენ მოხვიდოდით ამ ადგილას, რა მემკვიდრეობა გააჩნდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას? აი თქვენ მათ შორის დარწმუნებული ვარ თქვენი წინამორბედებისგან, ბევრი რამე გაქვთ ნასწავლი, წაკითხული პირადი ურთიერთობებიდან. აი რა იყო ის, რაც დაგხვდათ მანამდე და რა ტრადიცია გააჩნია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც თქვენ მსახურობდით და მსახურობთ წლების განმავლობაში. ძალიან კარგი კითხვა, ძალიან კარგი კითხვა. ეხლა ჯერ ვთქვათ, ჩემი წინამორბედებზე ვისაუბრებ, ვინ იყვნენ ჩემი წინამორბედები. ჩემი უშუალო წინამორბედი იყო მამა ამირან ამირანაშვილი. დღეს მოდელია, დეკანოზია, ამაღლების ქუჩაზე, ამაღლების ტაძარი არის, აი ზემოთ რა ავდივართ კოჯრისკენ რა ავდივართ იმ გზაზე ზუსტად. იმ ტაძრის წინამძღვარია, ჯამთელია, ცოცხალია, კარგად არის და ძალიან კარგი ადამიანი და ბევრი რამ მასწავლა, როგორც პროტოდიაკონმა. ის პროტოდიაკონი იყო. რადგანაც ცოლოსანი იყო და თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი იყო, მას პროტოდიაკონი ერქვა პირველად იყო და იყო ერთადერთი. სხვა მსგავსი ტიპის სახელწოდებით, ანუ მსგავსი ხარისხით ვერავის ვერ შეხვდებოდი. ხა ჩემთან პარალელურად მაგალითად დღეს ორი პროტოდიაკონია, ჩემი დამხმარე პირველი დიაკვნები, პროტოდიაკვნები არიან. გარდაგვეცვალა საკმაოდ ისეთი საყვარელი მოხუცი იყო მამა იოსებ ნიკაბაძე, ის არქიდიაკონი იყო, იმიტომ რომ სამონაზონდასის წარმომადგენელი იყო, მაგრამ ამირანის დროს, მამა ამირანი იყო ერთადერთი. მეც როცა გაკურთხე, როცა გავხდი პროტოდიაკონი, ერთადერთი ვიყავი პრეცედენტი არ დაშვებულა, რომ ჩემს გარდა ვინმე სხვას რქმეოდა პროტოდიაკონი ან მამა ამირანს გარდა ვინმე რქმეოდა. მამა ამირანის წინამორბედი იყო გარდაცვლილია ახლა, ოღონდ ის მოვალეობას ასრულებდა პროტოდიაკნისას მამა თეიმურაზ ტუღუში. ეს იყო უნიკალური ხმის ადამიანი.
ნუ მამა ამირანი საერთოდ მოვლენა იყო ზოგადად ოპერის მომღერალი იყო, იქ დატოვა სამსახიობო ჟანრი პროფესია წამოვიდა და ულამაზესი ხმა ქონა რაღაც საოცარია დღესაც კი ვინც კი მივაეხლა და მისი მსახურება არის ერთი სილამაზე, როდესაც მას უსმენ. აი მამა თეიმურას ქონდა უფრო ცოტა სხვანაირი ხმა, რბილი ხმა ქონდა და რაღაც ძალიან ლამაზ ბგერებს უშვებდა ხოლმე მაღზოს. მამა თეიმურაზამდე იყო პროტოდიაკონი იყო მამა ღვთისო შალიკაშვილი, რომელიც შემდეგ ქაშვეთის დეკანოზი იყო, ქაშვეთში მსახურობდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა ისიც და მე რომ ეკლესიაში დავიწყე სიარული 1986 წელს მოვედი ეკლესიაში, მამა ღვთისო იყო შალიკაშვილი, მაშინ პროტოდიაკონი და კარგად მახსოვს მისი დიაკვნობა ამბიონზე რომ გამოდიოდა და გვეუბნებოდა დავიჩოქო და ერთად ვთქვათ ყველა მამაო ჩვენო და ჩვენს ვიჩოქებოდით და ვამბობდით. და აი მამა ღვთისომდე მამა ღვთისო უწმიდესმა აკურთხა პროტოდიაკვნად და მამა ღვთისომდე რომ მოვიდა უწმიდესი ეკლესიის სათავეში პროტოდიაკნის მოვალეობას ასრულებდა დღეს არის ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი ახვლედიანი მაშინ დიაკვანი ბენიამენი ერქვა დიაკნობაში და სხვათა შორის კადრებში როცა აი დოკუმენტური ფილმი რომელიც არის უწმიდესის ინტრონიზაციის შესახებ გადაღებული იქ თუ ნახავთ ზუსტად აი საკმეველი ჩანს რომ ვიღაც აკმევს თვითონ ფიგურა არ ჩანს ვინ აკმევს სწორედ მეუფე ვახტანგი ანუ მაშინ მამა ბენიამენი რომელიც საკმაოდ იქნა ვიდრე მამა ღვთისო გახდებოდა პროტოდიაკონი მეუფე ვახტანგი ასრულებდა პროტოდიაკნის მოვალეობას ის კი არა მღვდელი იყო და მღვდლობაშიც კი ასრულებდა ხოლმე მოვალეობას ეს ზოგადად არ შეიძლება კანონიკურად მაგრამ ნუ მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით შეიძლება ნებართვით შეიძლება ასეთი გამონაკლისის დაშვება და შეიძლება რომ მას ემსახურა და მანამდე იყო ერთი ღვთაოვანი პროტოდიაკონი რომელიც პროტოდიაკონად აღესრულა იყო ასეთი ამბროსი ახობაძე ძალიან საინტერესო ადამიანი სხვათა შორის მამა ამბროსის ხელით წარწერილი ფანქრით არის სვეტიცხოვლის კანკელის გვერდით კედელზე გალესილი ადგილი სადაც არის დღემდე შემორჩენილი და ესე მიხარია ყოველ ჯერზე როდესაც სვეტიცხოვლში მსახურობთ ხოლმე იმ კედელს ყოველთვის ვიამბორები მამა ამბროსის წარწერილს აღარ მახსოვს რომელი წელია 1 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა ამბროსი პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე მისი ხელით არის პანკრით დაწერილი ეს იყო როგორც მეუბნები მე სამწუხაროდ არ მახსოვს მამა ამბროსის ხმა ყველა ვისაც კი მოусმენია ძველ სასულიერო პირებს ვინც გარდაცვლილები არიან მღვდელმთავრები თუ დღეს აიგივე მეუფე ვახტანგი მეუფე ზოსიმე ვისაც ახსოვს ის ადამიანი ამბობდნენ რომ ეს იყო უნიკალური ხმის პატრონი რომელსაც აი საოცრად საიდანღაც აი ფილტვების სიღრმიდან ამოქონდა ხმა და ისე ლამაზად დაჟღერებდა როდესაც ესეთი პატარა ისტორიასაც კი ყვებიან ცოტა ისეთი სახუმარო თემა უფრო მგონია მაგრამ მომწონს ეს შინაარსი რასაც ყვებიან რომ როდესაც გარდაიცვალა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი I უწმიდესი ეფრემი ჩვენი ეფრემ მეორე ჩაბძანებული იყო რა თქმა უნდა წესის აგებაზე და როდესაც კვერექსიო წარმოთქვაო ამბობენ იქაორმა პროტოდიაკონმა კუბოს გარშემო რა სანთლებიც იყო ისეთი ხმა მოუშავო რომ ყველა სანთელი ჩაქრაო მაგრამ როდესაც მამა ამბროსი თქვა კვერექსიო კუბოს გარშემო კი არა ამბიონზე რა სანთლებიც იყო ყველა სანთელი ჩაქრაო ანუ ისეთი სიმძლავრის ხმა ხარ რამდენად ჩაქრა მართლა მე ზუსტად არ ვიცი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამას ყვებოდნენ ხოლმე რომ ესეთი ძვირფასი და განსაკუთრებული ძლიერი ხმა ჰქონდა ესენი იყვნენ პროტოდიაკონები სულ მაგრამ ნახეთ მე ვარ არქიდიაკონი მე ვარ სამონაზნო დასის წარმომადგენელი მონაზონი ვარ და ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიას არქიდიაკონი არ ყოლია ყველანი იყვნენ პროტოდიაკონები და საქართველოს ეკლესიის ბოლო არქიდიაკონი უკვე წმინდანი ანტონ მეორეს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე რომელიც რუსეთმა გაასახლეს აქედან ნიჟნი-ნოვგოროდში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა ჩვენი ეს წმინდა პატრიარქი მართლა წმინდა პატრიარქი და ყველა შეგვეწიოს მისი ლოცვის და მისი
წყალობა მოგვეცეს ყველა ძალიან დიდი ადამიანი იყო, ძალიან ტანჯული და ძალიან ტრაიკული პიროვნება. მისი პირადი დიაკონი იყო არქიდიაკონი დომენტი დავითაშვილი. ძალიან საგულისხმოა, რომ ავტოკეფალის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიის არქიდიაკონი ვარ მე დემეტრე დავითაშვილი. თითქოს რაღაც ისეთი მიხარია ის რაღაცა ბმა რაღაცა ჩაწყვეტილი ჯაჭვი თითქოს აწყდა ჩაება და ისევ აეწყო. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ ის დავითაშვილი იყო, მე დავითაშვილი ვარ და რაღაც სახელებიც გავს ხო ერთმანეთს დომენტი და დემეტრე და ძალიან მახარებს ეს. მე მამა ამბროსიზე დამოვიწყდა ერთი ისტორია მომეყოლა, რატომ აღესრულა ის პროტოდიაკონად და რატომ არ გახდა მღვდელი. როდესაც დღეს უკვე წმინდანი კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია დააპატიმრეს, იმ პერიოდში დააპატიმრეს ძალიან ბევრი სასულიერო პირი. ერთადერთი ადამიანი, რომელიც რატომაც არ დააპატიმრეს, იყო მღვდელმონაზონი ეფრემ სიდამონიძე, რომელიც შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი იყო საქართველოში 60-დან 72 წლამდე. მაგრამ თუმცა 30-იან წლებში მე უწმიდესი ეფრემის როგორც ეპისკოპოსი ისე დაპატიმრებული იყო და ციხეში გადასახლებული იყო ციმბირში. და ამბროსი კათოლიკოს პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების პერიოდში დააპატიმრეს მამა ამბროსიც. აბოხახობაძე და ახალი მოყვანილი ყავდა ცოლი, ახალი დიაკვანი იყო იმ პერიოდში და ცოლი ყავდა ორსულად. და როდესაც დააპატიმრეს ცოლი გამოეტირა. ბავშვი ყავდა ერთი და მეორე ბავშვზე იყო ორსულად. გამოეტირა ბავშვის და ცოლიც და აი ამ ვინც იყო ეს დამპატიმრებელი ტროიკა იყო თუ ვინც იყო არ ვიცი, ძალიან უხეშად მოიქცა წიხლი ჩაარტყა მუცელში ფეხბძიმე ქალს. მამა ამბროსის დედას და ამაზე ციხეში ნერვიულობაზე დაემართა ეპილეფსია. და სამწუხაროდ იმის გამო რომ სულ უჭირდა დაავად იყო და მღვდელი არ შეიძლება რომ ავადობდეს. იმიტომ რომ ბარძიმთან აქვს მას შეხება, სიწმინდესთან აქვს შეხება, დიაყნობა შეიძლება, მაგრამ მღვდლობა არ შეიძლება და მის და ამიტომაც ის აღესრულა პროტოდიაკონად. მაგრამ იყო ძალიან დიდი პროტოდიაკონი. გაპატიეთ ბევრს ლაპარაკობ ძალიან ნებისმიერი სიტყვა ძვირფასია. ჩვენ გვჯერა რომ თითოეული მოსწავლე რომელიც ჩვენ კარში შემოვა გენიოსია, რომელმაც უნდა იყოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სწორი პასუხების დაზეპირება. და ჩვენ გვჯერა რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალიბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. მე ესეთ შეკითხვას დავსვამ. პატრიარქი როგორ არჩევს თავის არქიდიაკონს? მე მესმის რომ ხმა ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. მისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. მისთვის ძალიან პროფესიაზე ზოგადად მნიშვნელოვანია როგორც ჩანს და პატრიარქით არ იქნებოდა გამონაკლისი ამ შემთხვევაში და თქვენი გზა მაინტერესებს პატრიარქამდე მისასვლელი. ჩემი გზა პატრიარქამდე ძალიან როგორ აკეთებს პატრიარქი არჩევანს თქვენზე? მე უკვე სემინარიაში ვსწავლობდი. მე დავითნე ვიყავი დიდუბეში, ეს ადრეც მაქვს მოყოლილი, მაგრამ მოვყვები კიდევ. დიდუბის ეკლესიაში ვიყავი მე დავითნე. იქაც სულიად შემთხვევით აღმოჩნდი მე დავითნე, არც მიფიქრია, ჩემი მოძღვარი უბრალოდ ერთი ჩვენი სიონის ტაძრიდან გადაიყვანეს დიდუბეში და მას მივაკითხე. მივედი და წირვა უნდა დაწყებულიყო 10 საათზე, 11-ის ნახევარი იყო, წირვა არ იყო დაწყებული. მამა პეტრე ბარამიძე, მერთმა დალოცოს და გაახაროს, დღესაც მსახურობ დიდუბის ეკლესიაში, გამოვიდა და დამინახა ბოლოში სტოაში ვიდექი და დამიძახა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გვერდით ერთი ახალგაზრდა კაცი იდგა, რომელიც სემინარის სტუდენტი იყო და მე დავითნეობას იცოდა, რატომღაც მე დამიძახა, რატო არ ვიცი. ხო და ჟამნობა შეგიძლია წაიკითხო, ანუ ჟამნები არის პირველი ნაწილი, ვიდრე ლიტურგია დაიწყება, მანამდე უნდა შესრულდეს ეს გარკვეული ტიპის ლოცვები იკითხება. კი მეთქი შემიძლია თქვა, წავიკითხე.
გალობლებსაც მოეწონათ იქ ჩემი ხმა, სასულიერო პირსაც მოეწონათ და ვინც იყო მაშინ ღმერთმა აცხონოს ქალბატონი თაისი ტორონჯაძე, რეგენტი იყო დიდუბის გალობელთა გუნდის, ის იყო ასევე ასე ვთქვათ მნე და გამგებელი იქ ძალიან ბევრი რამის და დამტოვეს მან და უწმინდესის და ასევე იქ მუშაობდა ეს დედა ნატალია საყვარელი ადამიანი და ამ ორივე ძალიან მოვეწონე და დამტოვეს იქ. ეს ხდება 90 წლის დეკემბერში. გავიდა ხანი, მოდის მაისი 91 წლის და 14 მაისს არის თამარ მეფის ხსენება. და განმოცემის მიხედვით თამარ მეფემ იქორწინა დავით სოსლანზე დიდუბის ტაძარში. ეხლა რამდენად ეს დიდუბის ტაძარი არ ვიცი, მაგრამ აღწერილია რომ დიდუბის ტაძარში. იმიტომ რომ ეს ტაძარი ახალი აშენებული ალბათ მის ადგილას რაც იდგა და უწმინდეს ძალიან უყვარდა თამარ მეფე და ყოველთვის დიდუბეში მიდიოდა ხოლმე, ორჯერ მიდიოდა წელიწადში თამარობას და ყოველწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, იმიტომ რომ ტაძარი სწორედ ღვთისმშობლის შობის სახელობისა. მოვიდა უწმინდესი, მობრძანდა თამარობა, მე უნდა წავიკითხო, მე ჟამნის პირველი ნაწილი, რაც არის შესავალი ნაწილი, შუა ტაძარში შეიმოსა უწმინდესი, ასამაღლებელი ითქმა უდლის მიერ და იქვე ვდგავარ, აი უწმინდესი იდგას კათედრაზე და დაახლოებით 1-3 მეტრში მე ვდგავარ ანალოგიასთან, წიგნი გადაშლით, დავიწყე კითხვა და როგორც მითხეს, მომენტალურად დაიწყო ჩემი თვალიერება, იმიტომ რომ ხმა მოეწონა, როგორც ჩანს ეხლა. მაშინ ცოტა უფრო ახალგაზრდული ხმა მქონდა. მაშინ ვიყავი 23-24 წლის ვიყავი მაშინ. და როდესაც დამთავრდა ისე ყველაფერი, წავიწყე წირვა, დაიწყო ჩვეულებრივად, როდესაც დამთავრდა წირვა, თვითონ ეზიარა უწმინდესი, დაბრძანდა შიგნის ავარდელზე და მასთან სასულიერო პირები მიდიოდნენ ლოცვა-კურთხევის ასაღებად და მისა ლოცვად დღესასწაულის, მეც მივედი რა თქმა უნდა. რომ მივედი და ხელები წყობისა დავალაგე, როგორც წესია, რომ უნდა ხელი ჩაედო ჩემს ხელებში და მე ამბორა რომ ჩამიდო ხელი და დამიჭირა ესე და ახლოს მიმიზიდა და მეუბნება რა კარგი ხმა გქონია შენ ხო და მე შემცხვა ეხლა ხო და რა ქვია მხარ დავითი რა გვარი ხარ დავითაშვილი დავითაშვილი ეხლა იფიქრა რა რომ ამირანაშვილი ყავდა პროტოდიაკონი და უცბად ჩდება დავითაშვილი ხო და მე მეკითხება მუსიკალური განათლება გაქვს? მითხარი არ მაქვს მუსიკალური. სმენა თუ გაქვს? მეთქი მგონი მაქვს სმენა, სიმღერა შემიძლია. აი დღეს მობრძანდით ჩვენთან საპატრიარქოში და შევამოწმოთ ალბათ თქვენი სმენა, როგორი სმენა გაქვთ. აი გული რამის არის საგულიდან ამოვარდეს. ჯერ როგორია პატრიარქი მელაპარაკება, ეხლა ჩემთვის ბავშვისთვის, რომელიც მხოლოდ ჩორიდან ვხედავდი პატრიარქს ბომბერაზი ადამიანი ასე ახლოს პირისპირ დგავარ, რა ვიცოდი რომ შემდეგ მთელი რამდენიმე ათეული წელი უნდა მასთან ერთად ყოფილიყავი. მოვალ მეუთხარ თქვენ უწესობა ძალიან დაბნეულმა. აღარ გაიწელად რომ აღარ დაღამდა არაფრად, რაღაცა 7 საათისთვის დამიბარა თუ 8 საათისთვის და აღარ მოვიდა ეს დრო, ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, ისინი მანქანაში ჩასვდნენ ჩემთან ერთად, წამოვათ არ გაგიშვებთ ხო და აინტერესებდათ რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. და მივედი, რაღაცა საქმე ქონდა, გამოიარა დერეფანში, მეორე სართულზე ვიყავი, აქ იყავიო, ეხლა დაგეძახებო, ავიდა მესამე სართულზე და მონაზონი დედა ალექსანდრა გამოუშვა, უწმინდესი გიხმობსო და ავედი. აი არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ, ისეთი დაბნეული ვარ, თან ეხლა საპატრიარქოს სახლში ვარ. და დაждდა ფორტეპიანოსთან, ხო და დაიწყო ნოტების საკრეფა. დო, რე, მი და აბა ეს ნოტი თქვი, ყველა ნოტი გავიმეორე ხა. ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებული სმენა მაქვს, მაგრამ რაღაცა დონის სმენა მაქვს ყოველ შემთხვევაში. გავიმეორე ყველა, მოდი აბა კვერექსი თქვიო, ეხლა მცირე კვერექსიო, აბა ეხლა უფრო ხმამაღლა თქვიო, მცირე კვერექსიო, უფრო ხმამაღლა თქვი და მითხრა რომ კარგი, აბა დაოჯახდი, მოიყვანე ცოლი და გაკურთხებს დიაკვნად.
რაღაც დამთავრდა ესე ჩვენი შეხვედრა. ამის მერე გავიდა დაახლოებით. იმის მერე აღარც მოუკითხი ვარ. არაფერი ეს იყო შეხვედრა სემინარიაში მეორე კურსზე ვიყავი მაშინ და გავიდა მთელი რაღაცა გარკვეული პერიოდი. ნუ მე აღარ დაოჯახდი მიზესთა გამო და ჩვენიერ დღეს დიდუბეში ვარ ისევ მე დავითნე შეებულება მქონდა ერთთვიანი დაბრუნდი შეებულებიდან ეს იყო 31 ივლისი და წინამძღვრად თქვი მეორე დღეს 1 აგვისტოს არის წმინდა სერაფიმე საროველის ნაწილთა თაყვანისცემის დღე და მაშინ განდებიურებულები არ ვიყავით სიწმინდეები წმინდა ნაწილები არ იყო იმდენი და მახსოვდა რომ სიონში ინახებოდა ხატი დღესაც ინახება რომელშიც ჩასვენებულია წმინდა სერაფიმე საროველი წმინდა ნაწილი და უწმინდეს ძალიან უყვარს სერაფიმე საროველი და სადაც საკურთხევის სადაც თვითონ ჯდებოდა სავარძელში იმის გვერდით იყო ეს მაგიდაზე დასვენებული და დავეთხოვე წინამძღვრს რომ მეთი ხვალ თუ შეიძლება სიონში წავალ იქ დავესწრები წირვას და ვიფიქრე ჩემთვის რომ წირვა რომ დამთავრდება უწმინდესი გაბრძანდება ტაძრიდან შევალ და ვემთხვევი წმინდა ნაწილს ტაძარში დამინახა რომ ვიდექი აი რაღაცა მომენტი იყო იცით ისეთი რაღაც უცნაური თვალში გაყრა რომ თითქოს თვალები მეუბნეოდო რა აჰა მოხვედი ესე იგი აქ ხარ და წირვა რომ დამთავრდა მე დავითნე გამომიგზავნა დამიძახა და მითხრა რა შვები დაოჯახდი თუ არ დაოჯახდი მე ვთხარი არ ვაპირებ თქვენ უწმინდეს მე მზად ხარ რომ გაკურთხოთ ვთხარი თუ მაკურთხეთ მეთქი მზად ვარ ძალიან კარგი აი ხვალ შედგება თქვენი კურთხევა და მეორე დღეს ილიაობა იყო მისი ანგელოზის დღე და წავედი და საწოლში მაკურთხა დიაყნა და აი იმ დრიდან იწყება ჩემი მასთან ერთად ყოფნის 93 წლის 2 აგვისტო. ახალი ადამიანი მიხვედით ფაქტობრივად, აი ესე ორი ნახვით ესე რომ. ხო, არა, ყველა მიცნობდა, ეხლა ეკლესია მაშინ არ იყო ამდენი ადამიანისგან არ შედგებოდა, წარმოიდგინეთ 94 წელს, 95-ში აღარ მახსოვს, უწმინდესმა დაგვიძახა მე და მამა აკაკი ქიქავას, ეხლა მამა აკაკი გლდანის ლომის წმინდა გიორგის სახელობით ტაძარში მსახურობს. მე და მამა აკაკის დაგვავალა ცხეთა-თბილისის ეპარქია, აგვეწერა რამდენი სასულიერო პირია, სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, საცხოვროს, მისამართი ტელეფონის ნომერი, ასე შემდეგ, საგანგებო რაღაცა ტაბულები შევადგინეთ, დავხაზეთ მე და მამა აკაკიმ და არ დაგავიდეთ მაშინ ცხეთა-თბილისის ეპარქია გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა. რუსთავი, გარდაბანი, ეს ყველაფერი შემოდიოდა ცხეთა-თბილისის ეპარქიის შემადგენლობაში. იმ დროს, ბატონო იაკო, ჩვენი აღწერით ცხეთა-თბილისის ეპარქიაში იყო 101 მღვდელი და 7 დიაკვანი. დღეს 101 მღვდელი შეიძლება იყოს მარტო საბურთალოს რაიონში, ან დიდუბის რაიონში. აი ესეთი მწირი იყო და ყველას ვიცნობთ, ერთი ოჯახი იყო. უწმინდესმა ისე გაგზარდა ყველა რომ ეს იყო ერთი ოჯახი. აბსოლუტურად ყველას ვიცნობდით. მეც ყველა მიცნობდა. მithomეს რომ მე დავითნე ვიყავი, თან ჩემი ხმიდან გამომდინარე, როდესაც უწმინდესი მიდიოდა დიდდღესასწაულზე ან სვეტიცხოველში ან სადმე, იქ განსაკუთრებული მე დავითნები, ვინც უფრო ტიპიკონი კარგად იცოდნენ, ისინი ვიკრებებოდით ხოლმე და ჩვენ ამიტომ ყველა მიცნობდა. მაგრამ აი იმ მსახურებისთვის, რა მსახურებისაც უწმინდესმა გამომირჩია, ვიყავი უცხო კი არა ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა, რა უნდა გამეკეთებინა, თუმცა მსახურება ძალიან მიყვარდა. არასდროს მიყვარდა მსახურების გაცდენა, თუ არა და აი ჯერაც ცოცხალია ის ხალხები დიდუბეში, ახსოვთ ვისაც ჩემი მე დავითნე და არ არსებობდა რომ მე რომელიმე მსახურება გამეცდინე. იმდენად მიყვარდა ეს ყველაფერი შემაყვარა უწმინდესმა და უწმინდესის მსახურებისადმი სიყვარულმა. აი დაუცადებელი ლოცვა შეეძლო ბატონო იაკო. ყოფილა შემთხვევა რომ მაგალითად ხუთშაბათს საღამოს ლოცვა დაგვიწყია, აი ლოცვა ყოფილა საღამოს ხუთშაბათს, პარასკევს წირვა. პარასკევს საღამოს ლოცვა, შაბათ დილით წირვა. შაბათ საღამოს ლოცვა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ კვირა თენდებოდა კვირა წირვა და აი ესე გადაგვიბია და 4 შაბათს დაგვიმთავრებია. მთელი კვირა დილა საღამოს ქონია წირვა ლოცვა. და არ იღლებოდა.
რამდენჯერ მithოვია რომ იქნება დავისვენო თქვენ უწმინდესობა დაღლილი ბრძანდებით ეხლა კარგად ხდებოდა რომ საკუთარ დაღლას უფრო ვდარდობდი ხოლმე ეხლა თორე უწმინდესი არანაირად არ იგლებოდა ხო და მე ყოდა ხოლმე კაი შენ წადი დაისვენე და მე ვწირავ ეხლა სად ვიყავი დამსვენებული უწმინდესი თუ წირვაზე იყო მეც ქონა ყოფილიყავ პირველი დღეები თუ თვეები როგორია იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა რაც თქვენ გევალებათ ხო არა მე თავიდანვე ხომ თავარდიაკვანი არ ვიყავი თავიდან ვიყავი ერთი რიგითი დიაკვანი უბრალოდ მამა ამირან ამირანაშვილს ვეხმარებოდი დიაკვნო მის გვერდით ვიდექი ეს იყო მეტი არაფერი ვსწავლობდი ძირითადად ვსწავლობდი ისე რომ საპასუხისმგებლო დავალება მე მომეცა ზუსტად ორ თვე ნახევრის შემდეგ როდესაც მამა ამირანი ცუდად გახდა ავად იყო სვეტიცხოველში ვართ წირვა სვეტიცხოვლობის და მამა ამირანი წირვაზე არ მოვიდა და წარმოიდგინეთ ამდენი მღვდელმთავარი დაახლოებით ერთი რამდენი იყვნენ მაშინ 25 მღვდელმთავარი 25 არ იყო 20 მღვდელმთავარი იყო ჯერ კიდე მაშინ პატრიარქის წირვა და მე უნდა აი ეს ამხელა საქმეს უნდა გავუძღვე მე რომელსაც არ მაქვს არანაირი გამოცდილება აბსოლუტურად თავდიაგნობის ხოლმე ვიცი ის რასაც ვუყურებდი და მადლობა აღმის კარგად გავართვი თავი მაშინ და იმ დღიდან დაიწყო მე მამა ამირანმა გადაწყვიტა რომ მუდლობა უნდა და უწმინდეს თხოვა უწმინდესმა რაღაც ემზადებოდა ხან საზღვარგარეთ იყო მამა ამირანი ხან ბრუნდებოდა ფაქტობრივად მე ვიყავი მე ვასრულებდი მოვალეობას თავდიაგნისას ხელდასხმიდან ორ თვე ნახევარში ძალიან ცოტა დრო არის რეალურად ძალიან ცოტა დრო აი მამა ილისემ ჩვენ მოგვიყვა და ჩვენ მაყურებელმა იცის თუ როგორი მომთხოვნი იყო პატრიარქი მის საქმეში ანუ სტიქაროსნის საქმეში თქვენ საქმეში რომელიც საეკლესიო და ლიტურგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია პატრიარქს როგორ დაახასიათებდით ის რას ითხოვდა თქვენგან აი ისეც რომელიც როგორ გითხრათ რომელიც გამოარჩევს ზოგადად მას იმიტომ რომ თვითონ ეს სამსახურის ადგილი სადაც თქვენ მსახურობდით ავტომატურად ნიშნავს იმას რომ ადამიანი რომელიც აქ მსახურობს ყველაზე კარგად უნდა ერკვეოდეს საეკლესიო ლიტურგიაში აი როგორ აღწევს ამ მდგომარეობას ადამიანი თქვენ შემთხვევაში თქვენ პატრიარქის ხელში იმას რომ გევალებათ რომ საუკეთესოდ ერკვეოდეთ საეკლესიო ლიტურგიაში ხო ნახა მაგაში უწმინდეს ეჭვი არ ეპარებოდა რომ მსახურება კარგად ვიცოდი მე აი ტიპიკონი რაც ქვია დიაკვნობა რაც ქვია მე ვთვლი რომ ეს არის ჩემი ორგანული ნაწილია გამჯდარი მაქვს ძვალში და რბილში აი ძვლის ტვინამდე მაგაზე გამჯდარი ნუ წარმოგიდგენთ ხა 32 წელი რო ერთი და იგივე რამეს აკეთებ რა იქნება ხო მაგრამ ყოველთვის რასაც მოითხოვდა ჩემგან სულ მეუბნეოდა ხოლმე როცა მსახურება ხმამაღლა გამოთქმით და ნუ გეჩქარება ძალიან მამა ელისემაც აღნიშნა სხვათა შორის რომ არ უყვარდა როდესაც სიჩქარე მსახურებას არ უხდება არა მე არ მახსოვს რომ უწმინდეს ეთქვას რომ ჩქარა დროზე რაც შეიძლება მალე არა ყოველთვის იცოდა ხოლმე ნუ ეჩქარები თუ რაღაცას ვერ გავაკეთებდი ხოლმე შენიშნა არ იცოდა გააჩნია რას ვაშავებდი თუ რამე ძალიან ისე დავაშავებდი გადმომხედავდა ხოლმე და ეს გადმოხედვა იყო უკვე ყველაფერი რომ ჯობდა რომ ავორთხლებულიყავი და იქ აღარ ყოფილიყავი გადმოხედვა მხოლოდ თუ ცოტა სულუკად დავაშავებდი და არ უნდოდა რომ გამჯავრებოდა ასე ვთქვათ გამომხედავდა ხოლმე ესე იყო და გაიხედავდა გვერდზე ხო და ერთხელ იყო რაღაცა ისეთი დავაშავე მართლა უპატიებელი ისეთი რაც არ უნდა გამეკეთებინე ხა არც მახსოვს და მუდელმთავრები ვინც იყვნენ თანამწირველები შენიშნა მომცა უწმინდეს მესო რატო არ გააკეთეო ხონა გაიკეთებინაო და გავჩერდი და შემინდეთ მეთქი უთხარი მეტი ვეღარაფერი ვეღარ მოვიფიქრე მართლა არ ქონდა გამართლება ჩემსახცილს იმიტომ რომ ის უნდა გამეკეთებინა ხო და ერთი მუდელმთავარი ეუბნება რომ აიო თქვენ უწმინდესო უნდა დაისაჯოს საჯელის ღირსიაო პროტოდიაკონიო ხო და მიყურა უწმინდესმა მიყურა მე გახედა რო დააშავა უკვე დაისაჯა აღარ უნდა ამას დასჯა აი დამოკიდებულება მისი იყო ესეთი რომ ის ფაქტი რომ შენ რაღაც შეგეშავა ეს უკვე არის
სასჯელი შენთვის. და ის თვლიდა რომ შენ სინდისიერი ადამიანი ხარ. და შენ თუ სინდისიერი ადამიანი ხარ, დანაშაულს აღიქვამ, რაც ჩაიდინე და ამას აუცილებლად ნანო. და სინანული როდესაც გაქვს ადამიანს რა უნდა დაგსაჯო. სინანული ისეთი რამეა, რომ აღარანაირ საჯელს აღარ იმსახურებს. მინდა რომ რაღაცნაირად მაყურებელმა გაიგოს, აი პატრიარქის ერთი კვირა სასულიერო პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ სხვა სტუმრებსაც ბატონმა სერგუმაც, მამაილისემაც სხვადასხვანაირად მოგვიყვა, რომ პატრიარქი რას აკეთებდა, როდის ხდებოდა შვილმკვდარ-დედებს, როდის ხდებოდა პოლიტიკოსებს, სამსახიობებს ასე შემდეგ. მაგრამ ახლა მე მაინტერესებს თქვენგან პატრიარქი ტაძარში. რას აკეთებს ის ტაძარში? აი მისი ერთი კვირა რო ავიღოთ. სადაც დაუშვათ სადღესასწაულო დღეც ურევია. ხო, ერთი კვირა ეხა ტაძარში როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ. ხო, თუ ღვთისმსახურება არ იყო. ზედმეტად უწმენთ ტაძარში არ მოდიოდა. უწმენთ ტაძარში მოდიოდა მარტო როცა იყო ღვთისმსახურება დაუშვათ. პარაკლისი იყო შესასრულებელი ან პანაშვიდი ან წუხრიჩისგარი იყო ჩასატარებელი ან საღვთო ლიტურგია, ამ შემთხვევაში მოდიოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო უწმინდესი საზღვარგარეთ. ოდესაც ფაქტობრივად ყველგან მაგრამ არ მახსოვს სადმე წასულიყოს უწმინდესი, ერთადერთი არ წამიყვანა, როცა წავიდა ირანში და ძალიან დამწყდა გული, მინდოდა მაინ ფერეიდანში პირველად რო ჩავიდა, მაშინ ძალიან მაინტერესდა, მაგრამ ვერ წამიყვანდა. იმიტომ რომ ირანი მოგეხსენებათ ისლამური სახელმწიფოა, იქ არანაირ ქრისტიანული არ შეიძლება, ესეც რაღაცა განსაკუთრებული დაშვებით მოხდა, რომ უწმინდესი საგანგებოდ ჩარტერით მოხდა მისი გადაფრენა იქ და არქიდიაკონის წაყვანა უკვე ნიშნავს იმას, რომ იქ რაღაცა ღვთისმსახურებას აპირებ. და ამიტომ მე დამტოვა. დამჩაგრა ამ შემთხვევაში და გავეტირე, მაგრამ არ მიშველა ამ გატირებამ და არ წამიყვანა უწმინდესმა, ხო და დანარჩენი ყველგან ყოფილვართ, აი არ იცოდა მოსვენება. მასპინძლები იტყოდნენ ხოლმე, რომ აი მოდით აი დავუშვათ 13 საათიდან 15 საათამდე დავისვენოთ, დაისვენეთ თქვენ უწმინდესო. პასუხი იყო, სახში რო ჩავალ, იქ დავისვენებ, აქ მოდის საქმე, აქ ჩამოვედი ჩვენ სამუშაოდ. და რა არის ეს სამუშაო? არ ვიცი, შეიძლება და ყოფილიყო რომ მაგალითად იერუსალიმში რო ვიყავით, ძალიან დაღლილები ვიყავით და უნდა გვენახა კიბუცი. ეს კიბუცები არის ესეთი ადგილები, რომელიც ებრაელმა ხალხმა აი არაფერზე ააშენეს. ფერმებია, მებაღეობა, სასტუმროებია, ესეთი პატარ-პატარა მეურნეობები, ასე ვთქვათ, უბრალოდ მეურნეობები. უნდა მოგვენახულებინა ერთ-ერთი კიბუცი, რომელიც იყო საკმაოდ ჩორს იერუსალიმიდან. ჩვენ იერუსალიმში ცხოვრობდით. და უთხრესო თუ გნებავთ ნუ წახვალთ, არა, პროგრამაში გვიწერია, უნდა წავიდეთ აუცილებლად და აი პასუხისმგებლობა გქონდა რაღაც ესეთი საოცარი. მაგალითად, როცა ვიყავით ჰოლანდიაში. ჰოლანდიაში ძირითადად ერთი წირვა გქონდა, წირვა შევასრულეთ, მაგრამ ჰოლანდიაში ძირითადად წავედით იმისთვის, რომ აინტერესებდა მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობა. აი საკითხაოდ ყველა ფერმა, ყველა მეურნეობა, ღიაცის ქვეშ იყო და ახლოს სივრცეში იყო, ტიტებით დაინტერესდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჰოლანდია ხა ტიტების ქვეყანაა და ფაქტობრივად ერთადერთი მომწოდებელია შეიძლება ტიტის ბოლქვები შეიძლება ითქვას. ამ წოდნას საქართველოში იყენებდა? იყენებდა. სადღაც მიდიოდით არ არსებობდა იქიდან რამე მცენარე არ წამოგვეღო. აი მისი ბაღი რომ ნახოთ ეხლა, კიდე ზამთრის ბაღი, საპატრიარქოში რაც არის, კიდე საპატრიარქოს ეზოში. ყველაფერი თითქმის ჩამოტანილია. ძალიან უნდოდა რომ ჰოლანდიური ცხრები მოგვეშენებინა აქ. მაგრამ ვერ გაძლეს, ეხლა კლიმატი სხვა მოგეხსენებათ. ჰოლანდიაში ნესტია, ჰოლანდიაში სიგრილია, აქ კიდე საშინელი სიცხეა, ხო, ყველგან მაღლამთაში საუნა აიყვანო და მაგრამ ეს არ გამოვიდა, ეს ძალიან უნდოდა, იქიდან წამოვიყვანეთ კიდე ორი ცხვარი. მამა დემეტრე, თქვენ ფაქტობრივად იწყებთ პატრიარქთან მსახურებას, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არეულობაა, 90-იანი წლებია, ძიმე სიტუაცია, სამოქალაქო ომი, სისხლის ზღვა. ახალი დამთავრებულია სამოქალაქო. ხო. და ჯერ კიდე ეტყობა, რომ ძალიან ძიმე სიტუაციაა. მე მაინტერესებს, აი ამ ძიმე დროის შესაფერისად, პატრიარქის ქადაგებაში, ლოცვა-კურთხევაში, მის მიერ სასულიერო წესის აღსრულებაში, რა იცვლებოდა?
აი არსებობს რაღაცა თქვენ მშვიდობიანობის დროსაც ყოფილხართ მის გვერდით. დაძაბულ დროსაც ყოფილხართ მის გვერდით, ომის დროსაც ყოფილხართ მის გვერდით. აი ესეთი კატაკლიზმები, რომლებიც ამ ქვეყანაში ხდებოდა. როგორ აისახება პატრიარქის ტექსტებზე იქნება ეს თუ მსახურებაზე ეკლესიაში? ტექსტები ხა ქადაგებები, მისი ყველა ქადაგება გამოქვეყნებულია. მისი ყველა ეპისტოლე გამოქვეყნებულია. რა თქმა უნდა, ყველგან რაღაცა აისახებოდა, მაგრამ უფრო მეტად უწმინდესი იყო არა უბრალოდ სიტყვის ადამიანი, არამედ იყო საქმის ადამიანი. მოგეხსენებათ, რაც გააკეთა 2008 წელს, ხო? ჩავიდა, საზღვარზე გადავიდა ფაქტიურად, ჯერ კიდე ისროდნენ, ჯერ კიდე ცუდი მდგომარეობა იყო და გარდაცვლილი ადამიანები ჩვენთან ამ მემამულეები იქიდან წამოასვენა. უწმინდესი რომ არ ჩასულიყო, შეიძლება ისინი დღესაც არ დაებრუნებინათ მათ ჩვენს, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, აი უწმინდეს შეეძლო თავით გადაშვებულიყო პრობლემაში. რა პრობლემასაც ქვეყანაში ხედავდა. 93 წელს, აი იმ წელს როცა მე მაკურთხეს, იმ პერიოდში როცა მაკურთხეს, ზუსტად რამდენიმე დღეში დაიწყო აფხაზეთში მეორეჯერ ომი. ერთხელ ხო დაიწყო, გაჩერდა, დამბრუნდნენ და მეორე მეორეჯერ დაიწყო. ახლოვდებოდა სექტემბერი, 27 სექტემბერი, ჯვართამაღლება. და რაღაცა სექტემბრის 10-ში უწმინდესმა თქვა, რომ მოდით წავიდეთ სოხუმში. და ჯვართამაღლება ვწიროთ იქ. უთხრეს რომ საშიში ასახებათო არაფერია. საკმაოდ ჯიუტი იყო სხვათაშორის. სულ ამბობდა ხოლმე მამაჩემსო ჯიუტას ეძახნენ და მეც მამას გავარო და ვერ გადამატკბებინებდა. და მივდიოდით სოხუმში, უნდა გვეწირა. ჯვართამაღლება 27 სექტემბერი უნდა გვეწირა ჩვენ სოხუმში, მაგრამ დაახლოებით აღარ მახსოვს რომელი რიცხვი იყო. დიდხანს უნდა გავჩერებულიყავით იქ. დარეკეს იქიდან პრეზიდენტმა, მაშინ პრეზიდენტი არ იყო, მაშინ იყო მთავრობის მეთაური, ხო ბატონი ედვარდი დარეკა პირადად და უთხრა, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა და ჯობს რომ იქნება არ ჩამოხვიდეთ და მე სხვებმაც ურჩიეს, რა თქმა უნდა და დავრჩით აქ და სამწუხაროდ წირვაზე გავიგეთ უკვე სოხუმის დაცემის ამბავი. ეს იყო საშინელი თავზარდამცემი ისტორია უწმინდესის ცხოვრებაში. აი არ დამოვიწყდება. ყოველ წელს აუცილებლად სიონში ვწირავდით, აუცილებლად და ყოველთვის პანაშოს ვიხდიდით ხოლმე. მისი ქმედება იყო ლოცვა. სხვანაირად არ შეეძლო. აი ამ რამდენიმე დღის წინ უყვებოდი ჩემს მეგობარს, რომ განსაკუთრებულად უყვარდა მაგალითად მუსიკა, ხო? კლასიკური მუსიკა. შეეძლო მთელი ერთი დღე დაეთმო სიტყვაზე კლასიკური მუსიკისთვის. ახლა თვითონ კი არ იჯდა მარტო დაусმენდა. ვიღაცებს მოიწევდა აუცილებლად, მოასმეინებდა და ან მათ აზრს ისმენდა მე ამის შესახებ, ან თვითონ უყვებოდა იქით რაღაცას. მაგრამ ყველაზე მეტად რას უყვარდა ეს იყო ფსალმუნები. აი უწმინდესთან ერთი ისტორია მაკავშირეს კიდე აი ფსალმუნებზე გამახსენდა. სემინარიაში რო სწავლობდი იმ პერიოდში უწმინდესი ცხოვრობდა სიონის ეზოში. აი სადაც ბატონ სერგოსთან ერთად ჩაწერეთ პირველი გადაცემა. აი იმ შენობაში ცხოვრობდა და აივანზე გამოდიოდა ხოლმე ესე ფარდები იყო მზისგან დასაფარი სქელი ფარდები როა ბოლომდე გადაწეული და კუთხეში შეიყუჟებოდა ხოლმე ესე კუთხეს მიეყუდებოდა კედელს და ეჭირა ფსალმუნები და კითხულობდა ხოლმე დილით ფსალმუნებს. ამ დროს მამაჩემ დერეჩემი მიყავდა სამსახურში. კრწანიში მუშაობდა დერეჩემი თვალის კლინიკაში. და მოუყვებოდი სანაპიროზე გამოვიდნენ სიონთან ჩამოსვლამდე ხოლმე მანქანიდან და მე სიონის გავლით ავდიოდი სემინარიაში ლექციებზე. და ვიცოდი რომ უწმინდესი იქ იდგა, ერთხელ დავინახე. ყოველ დილით ავიდოდი ხოლმე პირველი მას ეთყობა ისიც ხედავდა რა თქმა უნდა, გავჩერდებოდი, პირჯვარს გამოვისახავდი, თავს დაუკრავდი, ვავწევდი იქიდან ჯვარს მსახავდა აუცილებლად უწმინდესი აივნიდან და მე მივდიოდი მაყოფილი ბედნიერი მივდიოდი. უკვე ძალიან მოყვარდა ფსალმუნების კითხვა. ყოველთვის ყველას ეუბნებოდა რომ ფსალმუნების კითხვა არ შეწყვიტოთ. ფსალმუნების კითხვა არ შეწყვიტოთ. და შეეძლო აი მისი დაცვის წარმომადგენელი იყო ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი ჩვენი სტიკაროსანი უჩა ალადაშვილი მინდა აქედან უდიდესი სიყვარული შეუთვალო ამ ადამიანს უერთგულესი პიროვნება უჩა ალადაშვილი განსაკუთრებული ადამიანი
აი ესე იდგა ხოლმე, ფსალმუნები ეჭირა ხელში და შეეძლო მთელი დღის განმავლობაში 20-ვე კანონი მოესმინა. უჩაუკითხავდა, ის ისმენდა. და აქედან გამომდინარე, როდესაც აი უწმინდეს დაუდგა ძალიან მძიმე პერიოდი, როცა დაუდგა უწმინდეს მძიმე პერიოდი, გადავწყვიტე ასეთი რაღაც, რომ შემეკრიბა 20 ადამიანი, ეს 20-ულები მასაც უყვარდა, მან მოიფიქრა 20 ადამიანს შეკრებდა ხოლმე, ყველას დაევალებოდა თავისი რომელი კანონი უნდა წაეკითხა და მე ერთმანეთს იხსენიებდნენ ხოლმე. დღესაც აი 2019 წლიდან მოყოლებული შევქმნია ეს პატარა ჯგუფი, პირველად ვაჟღერებ ეხლა ამას, ეს ხომ ახლა არსად მithქვათ უწმინდესი გარდაიცვალა და იმიტომ ვამბობ ამას. და ყოველ დიდ მარხვაში და ყოველ შობის მარხვაში სამჯერ თავიდან ბოლომდე კითხულობდით ხოლმე 20 ადამიანი და ვლოცულობდით მისი უწმინდესობის ჯანმრთელობისთვის. წელს აი მეორე ჯერზე რომ წავედით წასაკითხავთ უკვე უწმინდესმა გვიღალატა და გარდაიცვალა და ფაქტიურად აი ეს წაკითხვა გამოხდის ნახევარი კანონი წავიკითხეთ მისი ჯანმრთელობისთვის და ნახევარი კანონი უკვე ვკითხულობთ მისი გარდაცვალებისთვის და მისი სულის საოხად. თქვენ დიდი ხანი იყავით მის გვერდით. დიდი ხანი აღასრულებდით საეკლესიო ლიტურგიას მის გვერდით. რა იცვლება ამ 30 წლის განმავლობაში? ამ უზარმაზარი პერიოდის განმავლობაში ხა შეიძლება მამაო ჩვენო არ იცვლება ყველას ესმის და სულ ერთი და იგივეა, მაგრამ მე ვიცი რომ პატრიარქი სულ ზრუნავდა რაღაცის დახვეწაზე, გაუმჯობესებაზე. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ჩემამდე ისეთი ინფორმაცია მისული, რომ ის არასდროს არ კმაყოფილდება რაღაცა მიღწეულით. თითქოს სულ რაღაცის დახვეწა და გაუმჯობესება უნდა. აი თქვენს ამ პროცედურაში, ლოცვის პროცედურაში, წირვას პროცედურაში რა იცვლება? რამე ემატება, ახალი ეკლესიები იხსნება, ახალი გამოწვევები ჩნდება. თქვენი საქმიანობა რით იცვლება ამ პერიოდის განმავლობაში? პირადად ეხა ჩემი საქმიანობა აბსოლუტურად არაფრით არ იცვლება. იმიტომ რომ ღვთისმსახურება ეს არის მარად უცვლელი წესი. იქ არ შეიძლება რამე მოაკლო, ან რამე მიუმატო. ეს არის მიღებული წესი, რომელიც ჩვენთან საქართველოში შემოვიდა მე-10 საუკუნიდან, ბიზანტიიდან, მანამდე სხვა მსახურება ჰქონდა, მოციქულთა მსახურებები ჰქონდა, მერე ის შეცვალა ბიზანტიურ ოქროპირის და ბასილი დიდის წირვებმა, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ვერაფერს ვერ შევცვლით. არაფერი არ ემატება, მაგრამ უწმინდესმა თავისი ცხოვრების განმავლობაში ხო ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ამდენი სემინარი, აკადემიები გაიხსნა, ამდენჯერ დაისტამბა სხვადასხვა გამოცემა, ბიბლია, როგორც ახალი ათქმა, ისე ძველი ათქმა. ამდენი გიმნაზიები გაიხსნა, ამდენი ტაძრები გაიხსნა, ნუ არ ვიცი, აი ოდიკების კურთხევას ვერ ავუდიოდით. ოდიკი ეს არის ერთგვარი ტილო, რომელზეც გარდამოხსნა გამოსახული, რის გარეშე წირვის შესრულება არ შეუძლია მღვდელს. ეს არის მისი ერთგვარი საბუთი, რომ ეს არის კანონიერი მღვდელი და მას შეუძლია წირვა, რომელიც სისტემატურად დაკაცრულ მდგომარეობაში ტრაპეზი ასვენია, ზემოდან სახარება ადევს. აი ამ ოდიკების კურთხევას ვერ აუდიოდით იმდენჯერ, იმდენს ვაკურთხებთ ხოლმე. წარმოგიდგენთ, რამდენ ერთ კურთხევაზე, ერთ ჯერზე გვიკურთხია ხანდახან 1000-1200 ოდიკი. და ეს ხდებოდა ხოლმე 2 წელიწადში რომ 1200 ტაძარი გაიხსნება. წარმოიდგინეთ, ეხლა ნუ შეიძლება 1200 არა ვიღაცას გამოცვლა უნდა ოდიკის და ახალი ოდიკი უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი ტაძრები იხსნება ძალიან. და მაგრამ განსაკუთრებული მე ვთვლი უწმინდესი მხოლოდ თვლიდა რომ 7 დღის ლოცვები არის ჩემი დიდი დამსახურება. დღეში 7 ჯერ ლოცვა აღადგინა, როგორც ამა ჩვენი წინაპრები ამბობენ, აი ერთ-ერთ ფსალმოში არის ეს 7 დღის დღესაში და გახებდე შენ უფალო და ეს 7 დღის ლოცვები ცალკე ღვთისმეტყველება ამაე თავისუფლად შემიძლია ვილაპარაკო, აი ფსალმუნები როგორც არის დალაგებული თანმიმდევრობით, აი 6 საათიანი, მერე 9 საათიანი, 12 სამიანი, ყველა ფსალმუს იმ დროისთვის შესაძლებელია, მე არ ვიცი, ან რა გონებით ფიქრობდა ამაზე უწმინდესი, ან როგორ ქონდა ასეთი კავშირი ღმერთთან, რომ აი ეს ყველა ფსალმუნი, მისი თანმიმდევრობა, რა დროს რომელიმე შესრულებული იყო, ფიქრობ, რომ პირდაპირ ღვთის კარნახით არის დალაგებული.
ის შინაარსიდან გამომდინარე. და ამბობდა, რომ ჩემი დამსახურება ერთადერთი არის შვიდგზის ლოცვები, მეტი სხვა არაფერი. ნუ ეს თანდავლობით მოსდიოდა. მაგრამ აი ეს ტაძარი, სადაც ახლა ჩვენ ვართ. აი ეს საოცარი ადგილი. სხვათაშორის ტაძარი რო შენდებოდა, სიონ იმდენად მიყვარდა, სულ მეუბნეოდი უწმინდეს, რომ არ გვინდა გეხვეწები, ნუ გადავალთ, გაგვიჭირდება. არა კაცო, რა გაგვიჭირდება, იქ უნდა გადავიდეთ, იქ უნდა ვიყოთ. და ძალიან არ მინდოდა დამეტოვებინა სიონ. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, იმდენად შემიყვარდა აქაურობა, რომ აი დღესაც კი, როდესაც ქალაქში მოძრაობ, როგორც კი დავინახავ სამების გუმბათს, გული მომიწევს, მინდა რომ მოვიდე და მოვილოცო. თუ ტაძარი უკვე დაკეტილია და გვიანი, ეზოში მაინც შემოვდივარ და ტაძრის კედელს მაინც ვიამბორებ. და რაც ყველაზე მთავარია და რასაც ხაზი ჯერ არავის არ გაუსვია და მე ჩემი თხოვნა იქნება, ეხლა გეტყვით რა თხოვნაც იქნება, უწმინდესმა ლოცვა კურთხევით აღდგა ქართული გალობა. და აი ამ გალობას მთელი სილამაზე შეძინა უწმინდესის დაწერილმა საგალობლებმა და სხვანაირად ვერ განხორციელდებოდა, რო არ ყოლოდა ეკლესიას სამების რეგენტ, ისეთი ადამიანი, როგორიც არის სიმონ ჯანგულაშვილი. აი ჩემი თხოვნა იქნება ბატონო იაგო, რომ ერთი გადაცემა ან ერთი შეხვედრა ბატონ სიმონთან ერთად ჩაიწეროს უწმინდესის საგალობლებზე და ზოგადად ქართულ საგალობლებს. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი, იმიტომ რომ აი როდესაც უწმინდესი დაკრძალვა იყო და გამოვასვენეთ სამებიდან და გავასილეთ სიონამდე და ამ ხალხაზე ვიარეთ, თუ დამიჯერებთ ისეთი ამოვარდნები მაქვს მეხსიერებაში, რომ ფაქტურად არაფერი არ მახსოვს თითქმის გზა და გზა. ერთადერთი რამაც უცბად გონზე მომიყვანა, სიონთან რომ მივედი და დაიწყო უწმინდესის ავე მარია. ამაზე ეს აუცილებლად ხალგასასმელია. იმიტომ რომ ბატონმა სიმონმა უწმინდესის ლოცვა კურთხევიდან დავალებით. ფაქტურად ეს ბავშვები აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გალობდნენ სიმონის მეთაურობით, აი წართქმით საგალობლებს, აი ფაქტურად არაფერს გალობდნენ ნარეყალა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. იქიდან მოუწიათ წამოსვლა რაღაც მიზეზების გამო და მოვიდნენ ჩვენთან. და გალობდნენ რაღაც უსახურ გალობას. აი როგორ გითხრათ, მახინჯი იხვის ჭუკი რო გადაიქცევა ლამაზ გედად. დაახლოებით ეგეთი რაღაც იყო, აი მოვიდნენ ჩვეულებრივად მღეროდნენ, ზოგი იყვიროდა, ზოგი მაგრამ იმდენად უწმინდესის დავალებით, უწმინდესის თანადგომით. სიმონმა გააკეთა ის, რაც ფაქტურად არ გაუკეთებია არავის და სულ მახსენდება 2000 წელს რო ვიყავით იერუსალიმში და ბეთლემში ვწირეთ მაცხოვრის შობის წირვა, როდესაც დამთავრდა ყველა პატრიარქი გამოვიდა და უწმინდესი რატომღაც შეყოვნდა. ჩვენი ბიჭების გალობლებით სიმონი და ბიჭები იქ იყვნენ და რაღაცას გალობდნენ არ მახსოვს. და კვალად გამოვიდა, ჩვენ კვალ გამოვიდა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი. და მოესმა ეს უწმინდეს გალობა ბიჭების. გზა და გზა 1000 რამ გამოიჩინა საქმე, ხან ვიღაცას დაელაპარაკა, ხან ვიღაცას რომ ბიჭების გალობისთვის მოესმინა. და არავინ იფიქროს, რომ ეს ხოლოდან სიმონის დამსახურება, ან ბიჭების, რომელსაც ეს არა ნორმალურად ძვირფასი ხბები ამოსდით ყელიდან, რომ არ ყოფილიყო უწმინდესის თანადგომა. რომ არ ყოფილიყო მისი მფარველობა, აი როგორც კრუხი წიწილებზე, აი ესე იყო გადაფარებული ამ ბიჭებს. მეც კი ვჩხუბობდი, მეთქი რა შეგვჭირდება ესენი გაუშვათ ჩვენიერი გუნდები ყავს. თავიდან როცა არ მესმოდა აი ამ საგალობლების სილამაზე. მაგრამ დღეს აი ეს საგალობლები ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი. რა ვიცი, 60 წელი და სასუფეველიც და ყველაფერი. მე თითქმის ყველა ეკლესიაში, სადაც ყოფილ ვარ საქართველოში, ყოველთვის ვიღაცას უთქვამს, ან წინამძღვარს, ან მონაზონს, ან ვიღაცას, აქ პატრიარქი იყო ამ დროს, ან სურათი უჩვენებიათ, რომ პატრიარქი იქ რო არის გადაღებული, აქ პატრიარქის მოსაბრძანებელი ადგილი არის, ეს რაც უთქვამთ. აი მე მაინტერესებს, როგორ ახერხებდან
როგორ მოძრაობდა ეკლესიებში პატრიარქი, რა იყო მიზანი, როცა რა ინტენსივობით დადიოდა საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებში და მე ვხვდები, რომ ეს ქსელის გაფართოების საშუალებაც არის, წმენის ჩატანის საშუალება, რომ ადამიანების სიამაყით საუბრობდნენ, რომ მე აქ პატრიარქი მინახავს, მე მის ხელს ვეამბორე, მილიონი სხვადასხვა რამე გამიგია და თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პატრიარქს უდაყვებოდა, როდესაც ის ეკლესიაში საეკლესიო საქმეზე დადიოდა. თქვენ როგორ გესმოდათ, რატომ დადიოდა იქ პატრიარქი და რა ინტენსივობით აკეთებდა ამას? პირდაპირ მისი მოვალეობა იყო ეს. როგორც პატრიარქი არის მოციქულთა მემკვიდრე. ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრეა, სიმონ კანანელის მემკვიდრეა, იმ მოციქულების, რომლებიც უშუალოდ ემოწაფებოდნენ მაცხოვარს. ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ჩვენთან საქართველოში ქრისტიანობა, აგერ აწყურში ეპისკოპოსი დაასხა ხელი, პირველი მაწყვერელი ეპისკოპოსი იმდროინდელია პირველ საუკუნის და ტახტი, სამოციქულო ტახტი, რომელიც ეკლესიაში ჩვენ ვეკუთვნით, არის ანდრია პირველწოდებულის დაარსებული. და რომ გადავშალოთ აი ძველი კალენდრები ჩვენი, სადაც არის ჩვენი მამამთავრების სია ჩამოყოლილი, პირველი ვენწერი არის ანდრია პირველწოდებული. პირველი მეთაური ეკლესიის. ამიტომ პატრიარქი როგორც მამამთავარი, როგორც მამა ყველა ქართველისა და სულიად საქართველოსა ვალდებული იყო, რომ ყველა კუთხეში გველო. ამიტომ დავდიოდით ხოლმე. ხან ქვემო ქართლში ჩავდიოდით, ხან აჭარაში მივდიოდით, ხან კახეთში მივდიოდით და იქ ვწირავდით. ხან თბილისის სხვადასხვა ტაძრებში დღესასწაულს გააჩნდა. აი დღესასწაული თუ მოდიოდა ბარბარობა მაგალითად ხო, აუცილებლად მივდიოდით აგერ ეხლა ან გაბრიელ სალოსის სახელობის არის ხო ეს ტაძარი, ეს ქუჩა, 5 დეკემბრის ქუჩა. მან მივდიოდით, ან კიდე ქვემო სასაფლაოზე არის, ქვემო ბარბარე ქვია. ფოთში ჩავსულვართ გვიწირია, როდესაც ტაძარი ეს ძვირფასი ტაძარი აღადგინა მეუფე გრიგოლმა, გაახარებს ღმერთი და დავიბრუნეთ ეს ტაძარი და იქ გვიწირია. აი ყველგან დავდიოდით. ყველგან თვლიდა რომ საჭირო იყო მისი იყოფნა. აი სულ ვამბობ ხოლმე, თუ ჩემ მეგობარს ვესაუბრებოდი. უწმინდესმა თავისი თავი ამოწურა მთლიანად. აი ბოლომდე ჩაიწვა, აი სანთელი რო გინახავთ, რომ ჩაიწვება, ჩავა ბოლომდე და ძირი რო რჩება და მხოლოდ აი ეს ძაფი რო ანთია და რო უნდა ჩაქრეს, უნდა ჩაიბრიტოს, მაგრამ მაინც რაღაცა აგრძელებს წვას და ნათებას, აი დაახლოებით აი ასეთნაირად, სანამ ბოლომდე არ დაიხარჯა, მანამდე არ დაგვანება თავი. სულ ბოლომდე დაიხარჯა. და ამას წინათ გავიხსენე, სხვათა შორის მე უფებს ვეუბნეოდი იმ დღეს, რომ ერთხელ აქ ჩემთვის ნათქვა. მე არ ვიცი, შეიძლება სხვაგანაც აქ ნათქვა, მაგრამ ჩემთვის აქ ნათქვა. ბავშვობაში რომ გამახსენდებოდა, რომ უნდა გარდავცვლილიყავიო, რაღაც არანორმალურად მიხაროდა. რომ უნდა გარდავცვლილიყავი და ჩემ წინაპრებთან უნდა წავსულიყავი. გარდაცვალება მისთვის იყო, ბავშვობიდან იყო მისთვის სიხარული. ცოტა უცნაურად მომეწონა, ვერ მივხვდი. მაგრამ აი ისეთნაირად ისე მოიქცა აი ბოლო პერიოდში. აი როცა დაამთავრა თავისი ყველაფერი და მე ვთვლი, რომ მან გადაწყვიტა, რომ უნდა გარდაცვლილიყო. თორე იმდენი ძალიან ბევრი ავადმყოფობებიდან გამოურიდებია ღმერთს, იმდენი ბევრი ავადმყოფობებიდან გადაურჩენია. აი ამ პერიოდში, აი ამ მუზლურების პერიოდში ორჯერ ჰქონდა კოვიდი. მაგრამ გადარჩა, იმიტომ რომ გჭირდებოდა, მართლა გჭირდებოდა. მაგრამ ბოლოს მე ვთვლი, რომ გადაწყვიტა, რომ უნდა გარდაცვლილიყო და დარწმუნებული ვარ, აი სიხარულით გარდაიცვალა. და ამის შედეგი იყო სწორედ აი გინახავთ სადმე ამდენი ხალხი. ეს იყო საოცრება, ბატონო იაგო. მე სახში ვერ ვჩერდებოდი იმ პერიოდში, საერთოდ ამ ქვეყანას არ ვიყავი, იმდენად დიდი ტრაგედია იყო ეს ჩემთვის ყველაფერი. მაგრამ სახში რო წავიდოდი, რომ მეთქი რამე ერთი ლუკმა მაინც შეჭამ, მაინც ჩაიდავლიო. ვერ ვჩერდებოდი, ვდგებოდი ისე უკან მოვდიოდი. ყოველ დღე დილის 4 საათამდე, 5 საათამდე ვიყავ. ერთი წამით რიგი არ წყდებოდა. ხო რაღაცა შეთხელებული იყო ეს რიგი, ხო ეს მომსვლელების არა.
აი უფრო მეტი მოდიოდა და ვინ პატარა ბავშვები. აი მოხუცებს თავი გავანებოთ აგერ სოფელი უდედან იყო ჩამოსული 88 წლის ქალი. სოფელი უდედა. აი იქით სადღაცა უკიდურესი საქართველოს დღეს. და პატარა ახალგაზრდები მოდიოდნენ და აი ცხემლიანები ტიროდნენ, რომლებიც მის პატრიარქობაში დაიბადნენ და რომელსაც ახსოვს რომ პატრიარქ ყველანი მის პატრიარქობაში დავიბადე, ჩემი თაობის ადამიანებიც. მე უწმიდესი ეფრემის პატრიარქობის დროს დავიბადე. ხო, მესმის, მაგრამ დიდი ნაწილი ამ საზოგადოების პატრიარქი. ჩემი შეგნებული ცხოვრება უკავშირდება უწმიდეს. უწმიდესი იყო ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი. აი დღეს მე ვარ აი აბსოლუტურად გაურკვეველ მდგომარეობაში, ამასიან მამა დავით ვეუბნეოდი წინჯარაულს. იმდენად დაბნეული ვიყავი უწმიდესის გარდაცვალების შემდეგ, რომ რა უნდა გამეკეთებინა, რომ მეთქი ახლა ვხვდები, რას განიცდიდნენ მოციქულები, როდესაც მათი მოძღვარი ჩვენ ვეძახით მას მაცხოვარს და მოციქულებს ჯერ იმ პერიოდში წარმოდგენაც არ ქონდათ ბოლომდე ვისთან ქონდათ საქმე, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგა. და მათი მოძღვარი, მათი მასწავლებელი ჯვარზე მოკვდა. მოკვდა ის, ვინც იყო მათი ყველაფერი. ვინც იყო სიცოცხლე, ვისთან წავიდეო მოციქულეონო, შენთან არისო სიცოცხლე და ყველაფერი. და უცბად ჯვარზე კვდება და როგორც ჩვეულებრივი ადამიანი დამთავრდა, მოკიდეს ხელი და უსულო გვამი წაიღეს და აასვენეს. აი ანალოგიური განცდა იყო. რაღაცა რაც ახლა ნელ-ნელა დრო გადის, რაღაცა პატარ-პატარა სასწაულები ხდება არა მარტო ჩემ ცხოვრებაში, არამედ სხვები ცხოვრობ, თვლი რომ უწმიდესის ხელი არის აბსოლუტურად ყველაფერში. და ნელ-ნელა გამოდივართ მდგომარეობიდან. მამა დემეტრე, თქვენ ეკლესიაში პატრიარქის გვერდით გიწევდათ დგომა სულ დიდი ხნის განმავლობაში. მე მაინტერესებს, აი, როდესაც პატრიარქის გვერდზე დგახარ და ეკლესიაში მრევლს უყურებ, მოსულ მორწმუნეებს. აი, ეს ლანდშაფტი როგორ იცვლება ამ წლების განმავლობაში? იმიტომ რომ ის რომ მოდის, მაშინ სხვა ლანდშაფტია და როცა წავიდა, მაშინ დავინახეთ, რომ მილიონზე მეტი კაცი მოვიდა ეკლესიაში. ყოველთვის იყო ის რომ მაჩვენოთ, აი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ამბიონიდან უყურებ, აი იქით რა ხდება? როგორ იცვლება ეს ლანდშაფტი? ცვლილება რო გითხრათ ახლა რამე განსაკუთრებული, აი ვინ დადის ეკლესიაში? აი მაგას ვამბობდი ახლა. ხო არის თაობა, რომელიც აი ბატონო სერგის ცერგოს თაობა არის, ახალგაზრდა თაობა, რომელიც უწმიდესის გაპატრიარქების დროს ეკლესიაში დადიოდა, ხო? მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ხო და ახალგაზრდები სისტემატიურად მოდიან. აი დღესაც რო ნახოთ ახლა რამდენი ახალგაზრდა არ ეზარებათ, აი რწმენა, რომელიც უწმიდესმა დანერგა, რომელიც გვასწავლა, ის არის დღემდე ცოცხალია და ცოცხალი იქნება ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ თუნდაც იმისთვის, რომ თითოეული წევრი დღევანდელი სინოდის მისი ხელდასხმული. რა ვიცი, ვის უნახავს ეკლესიას, სადაც სინოდში არის 50 ადამიანი და 51 ადამიანის ხელდასხმულია ეპისკოპოსად გამორჩეული. და დღევანდელი სამუდელოების ფაქტიურად უმეტესობა ხო რომ დავფიქრდე, ვინ არის სხვა პატრიარქის ხელდასხმული დღეს ერთადერთი მამარაფელ კარელინი მახსენდება, მეტი არავინ, რომელიც არის უწმიდეს და უნტერესი მელქისედეკ მესამის ხელდასხმული. დიდი ხანია უკვე. დანარჩენი ყველანი აი დღევანდელი ეკლესია არის ფაქტიურად უწმინდესის პირში და ცვალე რომ აი რამე შეცვლილი იყო ამ ყველაფერში. ამას აი უცხო თვალი ვერ დაინახავს. იმიტომ რომ სისტემატიურად თაობები იცვლებიან. ისინი ვინც იყვნენ ახალგაზრდები, ასახსახწევენ ბერდებიან, კიდევ ან მათი შვილები მოდიან, ან კიდევ სხვა ახალგაზრდები მოდიან. აი, გაიქეთ, ახაც ხედავ ახალგაზრდები. არიან. ეკლესიაში მარტო მორწმუნეები არ დადიან. ზოგჯერ ისეთი ჩემი კოლეგებიც დადიან, რომელსაც ხშირად საერთოდ არ აქვთ მიზნად ღმერთთან სიახლოვე. ხშირად ფოტოები. მე მეპარებო, რომ თქვენ მიზნად არ აგავთ ღმერთთან სიახლოვე. არა, მე ამ შემთხვევაში მე ყველაზე ნაკლებად ძალიან მეპარება ამაში ეჭვი, იმიტომ რომ სულ სხვა რამეს ვხედავ მე. არა, მე ყოველ შემთხვევაში მინდა ღმერთისკენ ვიყო.
ალბათ ყველას თავისი გზა აქვს ღმერთთან მისასვლელი, მაგრამ მე მაინც ღმერთის გზა მინდა, სხვა გზა მაინც არ მინდა. მაგრამ არსებობს ხალხი და ჩვენს ეკლესიას ყოფილა სხვა ეკლესიაშიც, როდესაც პატრიარქისთვისაც გასაგები იქნებოდა, რომ ყველა მათგანი ვინც იქ არის, ერთნაირი წვენით არ არის მოსული ღმერთთან. აი ამას როგორ უყურებდა ის მაგალითად ეკლესიაში? მისთვის აბსოლუტურად ყველა სულ ერთი იყო. აი ის არ გამოარჩევდა. აი ხო არის კატეგორია ადამიანების ვარჩევენ მაგალითად რომ აი მაგას არ დაველაპარაკებ, იმიტომ რომ რაღაც ეს ვიღაცას ეკუთვნის, მაგას არ დაველაპარაკებ, იმიტომ რომ ეს მსახიობია და მაგას არ დაველაპარაკებ, იმიტომ რომ ეს რაღაცა უცნაური რაღაც დაუკრა, ან უცნაური რაღაც თქვა. მსგავსი რამ არ არსებობდა უწმიდესისთვის. აი ყველას მოუწოდებდა, ყველას უძახდა, აი უწმინდესი იყო მასხოვრის სიტყვების გამგრძელებელი, სიტყვებისა მოვედით ჩემ და ყოველნი მარშლანი და თვითმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. ყველას ეძახდა, ყველას აბსოლუტურად. და როგორც კი შეეძლო სიყვარულს ყველანაირად გამოხატავდა, რაც გვასწავლიდა იქ, ერთხელ საოცარი რაღაც გვითხრა. ძალიან საინტერესო. ეხა სახში რომ მიხვალთო, წირვის ბოლოს გვეუბნება ქადაგებაზე. გაძლევთ ლოცვა კურთხევასო, ყველას უკლებლიო. მაშინ არ იყო ეს მობილური ტელეფონები არ არსებობდა, იყო სახლის ეს ზამბარიანი ტელეფონები რო არის, ღილაკებიანი არ იყო და დიდი სქელი ტელეფონის წიგნები რო იყო, ხო გახსოვთ ესე რომ ტელეფონის წიგნი ცნობარი რო იყო. აიღეთო ეს ცნობარი ტელეფონი, გადაშალეთო და პირველ ნომერს რომელსაც დაადებთო ხელსო, დარეკეთ და ხმარო გიპასუხებთ უთხარი, მე შენ მიყვარხარ და დაკიდეთ ყურმელი. გვასწავლიდა სიყვარულის ახსნას. და ყოველს ამბობდა, არასდროს შეგწყვეტ ადამიანს უთხრა, რომ გიყვარს. ადამიანს ხსვენია ზოგადად. ხსვენია ამ სიტყვის წარმოთქმა, ხშირად ხსვენი გვინდა რომ უთხრათ ვიღაცას რიცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ რაღაც არ გვაძლევს, რომ რაღაც ადამიანი რო გვეკაჩება სხვანაირად არ იფიქროს, როგორ მიიღებს, არას უმაღას გვეუბნებოდა, არ შეგწყვეტ, არ მოგერიდოთ ადამიანს უთხრა მიყვარხარ. და მისი ბოლო სიტყვები, რომელიც ერთ გაჟღერდა, სწორედ ეს იყო, მიყვარხარ საქართველო. სხვა რამეზე ამ კაც არადროს არ ულაპარაკი. ლაიტმოტივი ყოველთვის იყო სიყვარული. ასეც უნდა ყოფილიყო. ქრისტეს მსახური სხვანაირად ვერ იქნებოდა. ვერანაირად ვერ იქნებოდა. რა იცვლებოდა და იცვლებოდა თუ არა თქვენი დაკვირვებით რამე მაშინ როდესაც ქვეყნის პოლიტიკაში რამე არსებითად იცვლებოდა მისთვის იქნებოდა ეს მთავრობათა ცვლილება თუ იქნებოდა რამე კონკრეტული ყოველთვის ყველას მოუწოდებდა შერიგებისკენ. ყოველთვის ყველას მოუწოდებდა შერიგებისკენ. ის კი არა საგანგებოდ პარაკლისებს იხდიდა ხოლმე. მე მახსოვს ერთი პერიოდი ბატონი ზვიადი და ვიღაცა აღარ მახსოვს ვინ იყო, მაშინ ერის ადამიანი ვიყავი, დაპირისპირებულები იყვნენ. აი მოუწოდა რომ აი ამ დღეს შევიკრიბოთ, გაუგზავნა იმას ხალხი რომ მოდით აუცილებლად ნუ ხა ვინ მოვიდა, ვინ არ მოვიდა, ხა ამას არ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში და მე ყვებოდა რამდენიმე წლის შემდეგ მოგვიყვა, რომ აი იმ პარაკლისზე მე იმ დღეს ისაც ცუდად ვიყავიო. რომ ფეხზე დგომაც კი მიჭირდა და სანთლის ხელში ჭერა, მაგრამ ერთობისთვის მე ეს ნაბიჯი გადავდგი. და როგორი დგომა იცოდა იცით მსახურებაზე? არ არსებობდა რომ ფეხი მოენაცვლებინა. აი ეს ორ ფეხზე დადგებოდა, ეხლა არის რომ ან ერთ ფეხზე გადაიწევი და ისვენებ ან მეორეზე, ან მოადუნებ ერთ ფეხს ეხლა ყოჭებამდე შესამოსელიაცვია რა გამოჩდება, ხო არა. აი ღრმა მოხუცებულებამდე, ნუ ბოლოს უკვე იძულებულიყო ხოლმე ჯდებოდა და ნუ ბოლოს ვეღარ დგებოდა უკვე, მაგრამ ყოველთვის იდგა მყარდა, აი ისეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა ღვთისმსახურებისადმი და მისი ცხოვრება იყო სწორედ ეს მოწოდება შერიგებისაკენ. ყველას ამას მოუწოდებდა, ყველას არ ქონდა მნიშვნელობა. ბატონი ზვიადი იყო, ბატონი ედვარდი იყო, ბატონი მიხეილი იყო თუ ვინც იყო. მე მახსოვს ერთი პერიოდი პოლიტიკური რაღაც შიმშილობების და რაღაც გაფიცვების, დამთავრების გზა იყო პატრიარქის თხოვნა.
როდესაც პოლიტიკური კრიზისი რო გაჩაღდებოდა, პატრიარქი თხოვდა და ყველასთვის ეს იყო გამოსავალი, რომ მოდი შევრიგდეთ, იმიტომ რომ პატრიარქმა თხოვა რაღაცა. აი ეს ფაქტი რომ საიდან იცი ვინ თქვა, უწმინდესმა თქვა. დამთავრებული ამბავი იყო. უწმინდესმა თქვა. და მეც ვფიქრობ, რომ დღეს მართლა აკლია საზოგადოებას ისეთი ადამიანი, რომელზედაც არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს, არამედ ნებისმიერ ორ ნაჩხუბარ ადამიანს გაუჭირდება თქვას, რომ აი ხელს არ ჩამოვართმევ, არ შევრიგდები, რაღაცას არ ვიზამ, იმიტომ რომ ამას უფრო დიდი პატრიარქის შემთხვევაში ამას უფრო დიდი რეპუტაციული ზიანი მოყვებოდა, ვიდრე შერიგებას. და მე რაღაცნაირად როგორც აი ადამიანს, რომელიც პოლიტიკას აკვირდება, უფრო დიდი ხანია ვიდრე პოლიტიკით აქტიურად არის დაინტერესებული. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რა ქონდა ამ კაცს ასეთი, რომ უხერხული იყო გეთქვა, რომ იცი რა, მე პატრიარქმა კი მთხოვა ეს, მაგრამ აი იმის გამო რომ ეს ცუდი კაცია, მაინც ვერ შეურიგდები. ღიმილი და გამოხედვა. ისე გაგიღიმებდა, მომნუსხელი ღიმილი ქონდა და გამოხედვა ქონდა. გაგიჭირდებოდა სხვანაირად შეგეხედა თვალებში. და სიყვარულის უნარი. რაც ყველას არ აქვს. მე არ ამაქვს ეგეთი უნარი სიყვარულის. მე არის რომ ვიღაცა შეიძლება არ მსიამოვნებდეს და ვიღაცისთვის გამიჭირდეს რაღაცის პატიება. მისთვის არ ასეულდა ადამიანი, ვისაც არ ეპატიებინა. და უფრო უმეტესი ეთყოდა რომ მაპატიე. სამდე მართალი იყო, მაგრამ მაინც იქით ეთყოდა მაპატი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი ან ამბავი, ან ისტორია, რომელზეც მე შეკითხვა გამომჩა, მაგრამ ჩვენს მომავალ მაყურებელს მათ შორის არა, განსაკუთრებული არაფერი, ერთი ის თხოვნა, რაც თხოვეთ გალობასთან დაკავშირებით და უწმინდესის მუსიკასთან დაკავშირებით და ერთი კიდევ ისეთი იმედიანი სიტყვა მინდა ვთქვა, რომ ეხლა მე არ ვიცი ეხლა რა დრო გავა, როდის იქნება უწმინდესის კანონიზაცია მოხდევნო, ბევრმა დაიწყო უკვე ამაზე ლაპარაკი, ეს არავინ იცის. ამაზე თავარი ამ შემთხვევაში რა არის? რას წარმოადგენს შენი გარდაცვალებული შენთვის? რას წარმოადგენს ჩემთვის ჩემი უწმინდესი? აი ქართველებს გვაქვს ძალიან კარგად ნათქვამი. როდესაც გვინდა ვიღაც გარდაცვლილი მოიხსენოთ, ვამბობთ ხოლმე ცხონებულმა გიორგიმ როგორც თქვა, ცხონებული მიხეილი როგორც იტყოდა. ნახეთ როგორი ფორმაა ცხონებული. წარსული ფორმა, ანუ ის რაც უკვე მოხდა. ტყუილად არ არის ეს მოგონილი, ამიტომ ჩვენი უწმინდესი ცხონებული, როგორც იტყოდა, გვიყვარდეს ერთმანეთი. მეტი არაფერი არ ჭირდება. გვიყვარდეს და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ურმესი მადლობა. მადლობა თქვენ. იმისთვის, რომ დამთანხმდით ასეთ შესანიშნავ ადგილას საუბარზე, თან ასეთ მნიშვნელოვან თემაზე. ძალიან მადლობა თქვენ. სიხარული გქონდეთ, თულებად ქრისტე აღდგა. ჭიშმარიტად.